მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, სტუდიიდან გზა გასაყართან, ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს ბიბლიური გზაჯვარედინები. სტუდიაში მოწვეული ყავს თეოლოგი გიორგი გვასალია. მოგესალმებით გიორგი, დიდი მადლობა. მობრძანებისათვის მე მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენ წინა გადაცემაში ვისაუბრეთ იერობოამის შესახებ, რობოამ მეფეს, რომელიც არის სოლომონის შთამომავალი, მას დარჩა ისრაელის მხოლოდ ნაწილი სამართავად, იერობოამი დანარჩენ 10 ნაწილს ფლობს 12-დან და ახორციელებს მეფობას, მას აქია წინასწარმეტყველის მიერ ჰქონდა ეს ნაწინასწარმეტყველები. შევახსენებ მაყურებელს, რომ შესაბამისი საკითხავის წაკითხვა შეგიძლიათ მესამე მეფეთა მე-12 და მე-13 თავებში და ახლა უნდა ვისაუბროთ იერობოამ მეფის რეფორმების შესახებ. მან ბევრი რამ შეცვალა იმ ნაწილზე, ისრაელის იმ ნაწილზე, რომელსაც ის ფლობდა. რა თქმა უნდა, ეს ცვლილებები ეხება რელიგიურ ნაწილს და ასევე სახელმწიფო მართვის აპარატსაც. გიორგი, ესე იგი, ჩვენ ვიწყებთ საუბარს იქიდან, რომ ისრაელი გაყოფილია ორ ნაწილად, რობოამი სოლომონის შთამომავალი მართავს მცირე ნაწილს ისრაელისას, ხოლო 12-დან 10 ტომზე არის იერობოამის მეფობა გავრცელებული და იერობოამი ეწინააღმდეგება რობოამს თავისი შეხედულებებით, თავისი მართვის სტილით და მიზნებით. კი, ასეა ნამდვილად ჩვენ ერთი მთლიანი და იმ საოცარი სამეფოს ადგილას მივიღეთ ორი სამეფო, ჩაკუთრივ ისრაელის და იუდას სამეფო სამხრეთით და მათი დამოკიდებულება მტრულია. ახლა ჩვენ ამას მერეც ვიტყვით, მაგრამ ზოგადად რო ვთქვათ, ძალიან საინტერესოა, რომ მათი მტრული დამოკიდებულება ერთ განგებულებასაც ითვალისწინებს. საქმე ის არის, რომ იუდას სამეფოში დავითის დინასტია, ხოლო ისრაელის სამეფოში მოხდება რაღაცა ისეთი, სადაც უკვე დინასტიური ქორწინებები და დინასტიურ ქორწინებასაც მოსდევს ხოლმე ზავი, მშვიდობა და დიპლომატიური თანამშრომლობა იქნება ძალიან საშიში იმ პრინციპებით, რა პრინციპებითაც ისრაელიან ზოგადად ეკრძალებოდა უცხოტომელზე ქორწინება. ამის შესახებ ჩვენ მომავალში ცოტა მოგვიანებით ვიტყვით, მაგრამ მთავარი რა არის? მთავარი არის ის, რითაც იწყება აი ეს მტრული დამოკიდებულება და ეს გახლავთ იერობოამის კერძო ინიციატივა, რომელიც მას მოაქვს ძალიან დიდი ალბათობით ეგვიპტიდან. ეგვიპტეში მან გაიარა ძალიან დიდი სკოლა, მან მიიღო ძალიან დიდი ერუდირებული ჩამოვიდა იქიდან, თუმცა შეიძლება ის აქაც არ აკლდა, მაგრამ ეგვიპტურმა სკოლამ თავისი დაღი დაამჩნია იერობოამს და იერობოამი იწყებს რეფორმების გატარებას, რომლის ჩამონათვალის პირველ ადგილას დგას იერობოამის ყველაზე მტკივნეული რეფორმა, რომელიც ისრაელს გაყვება მანამ სანამ ის არსებობს. აი ჩვენ ისრაელში გვაქვს ახლა ისრაელს დღეიდან ჩვენ ვახსენებთ, ხოლო ჩრდილო ნაწილს გულისხმობთ, არ გულისხმობთ იერუსალიმს და იუდეას, ხო? ისრაელში ჩვენ გვაქვს რელიგიური, ასე ვთქვათ, მრუშობის რელიგიური სიბილწის სხვადასხვა სახეები. მაგრამ ის, რასაც იერობოამი გააკეთებს ახლა, ამას დაერქმება იერობოამის ცოდვა. აი იერობოამის ცოდვა ისრაელს მისდევს სულ. ანუ იქ რაღაცები კიდე ხდება ხოლმე, მაგრამ ეს სულ არის. აი ამ ცოდვიდან ვერ ამოდის. იმდენად ღრმა დანახეთქი გაჩნდება ახლა ისრაელსა და იმ ღმერთს შორის, რომელმა ღმერთმაც იგივე იერობოამი დაადგინა ისრაელის მეფედ. მამანდრე საქმე ის არის, რომ იერობოამს ეშინია ერთი რამის.
ისრაელს არ უყვარდა სოლომონი, მაგრამ ისრაელს უყვარდა იერუსალიმი. სოლომონმა ვერ შეძლო იერუსალიმზე გადაეტანა ის დამოკიდებულება, რა დამოკიდებულებაც მასთან დაკავშირებით გაუჩნდა იმ 10 ტომს, რომელიც მისი შვილის დროს მომენტალურად გაემიჯნა იუდას სამეფოს. იერუსალიმის სიყვარული იერობუამს უჩენს კითხვას. ძალიან დიდი საშიშროება ჩნდება იმისა, რომ ხალხმა კვლავ იერუსალიმის სიყვარულით ერთობისკენ დაიწყო სვლა და მოვიდეს თაობა და აღმოჩნდეს სიტუაცია, სადაც უბრალოდ უხუცესები ითანამშრომლებენ დავითის დინასტიასთან და ერთ დღესაც იერობუამის დინასტია უბრალოდ ლიკვიდირებული იქნება, ვინაიდან სამეფო კვლავ გაერთიანდება. იერუსალიმი კვლავ მიმზიდველი რჩება და იერობუამი ეჭვით უყურებს ამას, იმიტომ რომ ვაიდა არ მიიქცეს ერი ისევ იერუსალიმში. იერუსალიმში ტაძარი. ჩვენ აი ამას ვაქცევთ ყოველ. იერუსალიმი როგორც პოლიტიკური ცენტრია, იერუსალიმში ღმერთია. და წელიწადში 3 ჯერ ისრაელიან მამაკაცს, დედაკაცსაც, მაგრამ მამაკაცს ევალდებულება, დედაკაცს უფლება აქვს. მამაკაცს ევალდებულება წელიწადში 3 ჯერ ტაძარში მივიდეს იერუსალიმში და აქ აღნიშნოს ის დღესასწაული, რომელიც სავალდებულოა ყველა ისრაელიანისათვის. შემდგომ დიასპორა რო იქნება, დიასპორაშიც იგივე კანონები იმოქმედებს. აი ჩვენ კარო მცხეთელი ბრელები მიბრძანდებიან, ხო? ის საპასეკოთ. ყველა აღწამდნენ ამ ინფორმაციას და ყველა იერუსალიმში უნდა ყოფილიყო. რა დღესასწაულებია ეს დღესასწაულები? ეს არის პასექი, ერგასობა და კარვობის დღესასწაული. ახლა ნახეთ. ჩრდილოეთი მხრიდან აი პალესტინის ჩრდილოეთი მხრიდან რომ დაიძრება მოსახლეობა და იერუსალიმისაკენ ჩავა საპასექოთ ძალიან დიდ ნაწილს არც უღირდა ერგასობამ და უკან დაბრუნება. ძალიან ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ისინი ძალიან დიდი ნაწილი იქ რჩებოდა ან ადგილ ახლო მიმდებარე ტერიტორიაზე სახლებს ქერავდნენ, სასტუმროებში ცხოვრობდნენ და კარებში ცხოვრობდნენ. რაღაცა იყო მეთოდი, რომელსაც ისინი თავს ინახავდნენ დანარჩენი ესე პერიოდის განმავლობაში, რომ ერგასობის დღესასწაულზეც იერუსალიმში ყოფილიყვნენ და ცალკე ახალი პილიგრიმული მოგზაურობა ნაწილი მიდიოდა, ვინც შედარებით, მაგრამ უფრო ჩრდილოეთი ნაწილებიდან ცდილობდნენ, რომ დარჩენილიყვნენ ისევ სამხრეთით და 50 დღის მერე ახალი მოგზაურობა არ ეტვერთა თავს. ამიტომაც მეორე დღეს პრაქტიკულად ძალიან დიდი ხანი მოსახლეობის დიდი ნაწილი ბრძოლის უნარიანი მამაკაცებთან ერთად, უხუცესებთან ერთად პრაქტიკულად უნდა დაცლილიყო ისრაელი მეტნაკლებად და ისინი უნდა თავი მოეყარათ იერუსალიმში. შესაბამისად იერუსალიმური თავყრილობა იერობოამისათვის აღარ არის მისაღები. ყურადღება მივაქციოთ, იერობოამი ყურადღებას არ აქცევს იმას, რომ ეს ხალხი იერუსალიმში დავითის მოდგმასთან კი არ იკრიბება, ღმერთთან იკრიბება. და მისი ტახტი უნდა გამტკიცდეს იმისაგან, ვინც მას მისცა ეს ტახტი, ღმერთმა უნდა გამტკიცოს ის. აქ ჩვენ გზაჯვარედინს ამ გზაჯვარედინზე გავდივართ. იერობოამს უჩნდება ასეთი გზაჯვარედინი. მისი პოლიტიკური გამჭირახობით უნდა შეინარჩუნოს ტახტი თუ ღვთისმორჩილებით და ღვთისმსახურებით. აი იერობოამის რეფორმის პირველი პუნქტი, ასე ვთქვათ, აი ეს ნაწილი თავის თავში გულისხმობს ამ გზაჯვარედინზე ფუნდამენტალური შეცდომის დაშვებას. იერობოამი ბოლომდე ეყრდნობა იმ განათვალს, რომელიც მას სავარაუდოდ ეგვიპტური სკოლიდან აქვს ამოღებული. ახლა აქ ცოტა ხანს რო შევჩერდეთ, ესე იგი იერობოამს განსხვავებით დავითისგან, სოლომონისგან მეფობა და თუნდაც საულისგან მეფობა ეძლევა რაღაცა სხვანაირად. თითქოს რაღაცა საიდუმლო არ სრულდება იერობოამის თავს, თითქოს რაღაცა გამორჩეულობა, თქვათ, ზეთის ცხება, როგორც მეფეს ცხებენ ზეთს, ესეთი და გამორჩეულიც თქვათ, არც მოდგმით ჩანს იერობოამი. მიეცა მეფობა ღვთისაგან. და ეხლა როდესაც მას უჩნდება ეჭვები, რომ მის ხელისუფლებას შეიძლება
საფრთხე შეექმნას იმის გამო, რომ მისი ხალხი ღმერთს მიახლება დღესასწაულზე, აი აქ გება მის წინაშე არჩევანი. დაუშვას ეს ხალხი ღვთისმსახურებაზე იერუსალიმში, თუ რაიმე ალტერნატიული შეუქმნას. და აქ ისევ იმ თემას უბრუნდებით. ღვთისმსახურება თუ იმიტაცია მსახურებისა. და ერობოამი აი ამ გზაჯვარადინზე დგას და ირჩევს იმიტაციას, ქმნის ხელოვნურად მსახურების რაღაცა ნიშნებს, არღვევს ლევიტელთა მოდგმის ღვთისმსახურებაში მონაწილეობის ექსკლუზივს და აი ამ არჩევანით ფაქტიურად განუდგება ღმერთს. ხო, აი, ყურადღებას ვაქცევთ რას, რომ იერობოამისათვის მსახურების პრინციპი, რა პრინციპითაც დავითი იქნა არჩეული ღვთისაგან და რაც მიეთითა იერობოამს თავისი მეფობის დასაწყისში, რომ მან თუ დავითი არა უფლისწინაშე მაშინ ღმერთი განამტკიცებს მის ტახტს, აი ამ თავარ პრინციპს აშლის. რა იყო დავითის არჩევის პრინციპი? დავითის არჩევის პრინციპი იყო ღვთისმსახურება. ნაკლები ვაჟკაცი კი არ იყო საული. და ვიღაცისგან კი არ იყო საული არჩეული, ისე ღვთისგან იყო საული არჩეული. საულს რამე სხვა პრობლემა კი არ ქონდა, საული იყო ის მეფე, რომელმაც სადღაც გაწმინდა ისრაელი ჯადოქრებისაგან და ყოველგვარი მისი კერპის დარჩენებისაგან. და საულს საოცარი მოშურნეობა გამოაჩინა ამ ხრივ, მაგრამ საულმა ღვთისმსახურება ვერ აღასრულა ისრაელში. ის მსახურება, რა მსახურებაც მას დაკისრებული ქონდა ღვთისაგან. იერობოამმა ეს უნდა გააკეთოს სწორედ. იერობოამი ღვთისმსახურებისათვის არის გამორჩეული, რომელშიც თავისთავად ცხადია მისი მეფობის პოლიტიკური და ადმინისტრაციული ნაწილიც მოიაზრება, მაგრამ ეს ყველაფერი ღმერთს უნდა ემსახურებოდეს. აი იერობოამმა გადაწყვიტა, რომ ეს ყველაფერი მას ემსახურებოდეს, ჩაენაცვლა ღმერთს. მოდით ვნახოთ რა გააკეთა იერობოამმა. იერობოამმა ისეთ იმდენად აი ჩვენ მე უკვე აღვნიშნე, იმდენად მზაკრული ნაბიჯი გადადგა, აი ამ მზაკრობას ისრაელი ვერ გაექცევა მანამ სანამ მისი პოლიტიკური ლიკვიდაცია არ მოხდება. იერობოამმა დადგა ხარის გამოსახულებები დანსა და ბეთილში, ანუ უკიდურეს ჩრდილოეთით და უკიდურეს სამხრეთით. თავისი სამეფოს აი ამ წერტილში და ისრაელს უთხრა, აი შენი ღმერთი ისრაელ, რომელმაც ეგვიპტიდან გამოგიყვანა. დავაკვირდით ორ მნიშვნელოვან რამეს. პირველი, იერობოამი არ ამბობს, იერობოამი ისრაელს არ ეუბნება, რომ ეს კერპებია და ამ კერპებს უდასეს თაყვანს, არამს და არამს. იერობოამი ამბობს, რომ ეს კერპები კი არ არის. ეს ეგვიპტიდან გამომყვანებელი ღმერთი, ის ღმერთია, ვისთვისაც შენ იერუსალიმში უნდა ჩასულიყო. ანუ შენ იერუსალიმში ჩასვლა არ ჭირდება. შენის მსახურება შეგიძლია შენთან, შენ სამეფოში, შენ სამშობლოში ასრულო. და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი. თუ კი იერუსალიმში ქერუბიმებზეა ამაღლებული ღმერთი, აი ამ ქერუბიმების გამოსახულებას, ხარის გამოსახულებით, ქერუბიმების გამოსახულებას ამ ანალოგს შემოიტანს იერობოამი და მიუთითებს, რომ ეს კი არ არის ღმერთი. არა, ამაში მოიაზრება ღმერთი, ისევე როგორც იერუსალიმში ქერუბიმებში ტაძარში მოიაზრება ღმერთი. სხვაგვარად რო ვთქვათ, ხარი კი არ დადგა და ხარს კი არ უნდა ასეთ თქვენ თაყვანი. არა, ამ ხარზე, ამ სიმბოლოზე ამაღლებულ ღმერთს უნდა ასეთ თაყვანი, რომელიც იერუსალიმში თაყვანის იცემება. ახლა ჩვენ ეს რომ გავაგრძელოთ, ეს საუბარი რომ გავაგრძელოთ, ჩვენ უნდა გავიხსენოთ ერთ ძალიან საინტერესო მომენტი ისრაელის ცხოვრებაში. იერობოამის ფრაზა ზედმიწევნით ემთხვევა და იმეორებს ფრაზას, რომელიც აარონმა თქვა თავის დროზე, როდესაც მან ჩამოასხა ოქროს ხარის გამოსახულება მოსეს დროს. რომ ეს არის ღმერთი, რომელიც ისრაელი გამოიყვანა ეგვიპტიდან. ხარია იქაც, ხარია აქაც. ჩვენ მაშინ რომ ამბობდით იქ რომ არსებობს აზროვნ თითქოს ეს ხარი ეგვიპტური ამონირას პერსონიფიცირება უნდა იყოს. არ არის ეს. არც აარონ ჩამოუწყია ეგვიპტური კერპი და არც იერობოამი ასხავს ეგვიპტურ კერპს. ეს არ არის ეგვიპტური კერპი. ეს არის სემიტურ მოდგმაში თაყვანისმული იდეა, რომელიც ხარის სახით გამოისახებოდა ხშირად, როგორც ღმერთის მამრობითი, ასე ვთქვათ,
ასპექტი და შესაბამისად ძალიან გავრცელებული იყო სემიტურ ტომებში. აი მაშინაც აარონი რო ასხავს ხარის გამოსახულებას. ასხავს იმიტომ რომ აი ამ ღმერთი მოსე წავიდა არა ჩანს, სად არის არავინ არ იცის და ჭირდებათ ვიღაცა რაში უკან დასაბრუნებლად ეგვიპტეში კი არა, იმისათვის რომ გზა გააგრძელონ. და გზის გასაგრძელებლად ეგვიპტული ღმერთი არ დაემახმარება, სემიტი ღმერთი უნდა დაეხმაროთ, თავიანთი ღმერთი უნდა დაეხმაროთ. და ამიტომაც ხარს ასხავს იქ აარონი. აი ახლა ხარს ასხავს აქ იერობოამი და აი ამ ხარით ახსენებს ისრაელს რაღაცა ისეთს, რომელიც მათ ისტორიაში იყო. მართალია ამ ისტორიას სხვა გაგრძელება ჰქონდა, მაგრამ ეხება იმ მომენტს, რომელიც ტრადიციაში ძალიან მყარად არის წარმოდგენილი აი ამ სემიტური მოდგმის, აი ამ გაგრძელებაში, რომელსაც ისრაელი ქვია. ამიტომაც ღმერთი აკრძალავს რაიმე გამოსახულების გაკეთებას, არის გულისხმობა აქ ეს ანგელოზები, რომელიც შეღიმაზია, რა ქვია, აქტუს კიდობანზეა, სხვა რამე გამოსახულების გამოხატვას, ვინაიდან ძალიან მიდრეკილი იქნება ისრაელი და ძალიან მარტივად შეიძლება ცდუნდეს ამ გამოსახულებაში მოახდინოს ღმერთის პერსონიფიცირება. ჩვენ მამანდრია ისრაელის ისტორიაში გვაქვს კერპთაყვანისმცემლობის ორი სახე. ერთი წმინდა კერპთაყვანისმცემლობა, სუფთა სახის კერპთაყვანისმცემლობა, მეორე შერეული. შერეული რას ნიშნავს? შერეული ნიშნავს ისეთ კერპთაყვანისმცემლობას, როდესაც ა ブラ ამის, ისააკის, იაკობის, მოსეს ღმერთი უგულებელყოფილი კი არ არის. არა, ეს ღმერთია აღიარებული, მაგრამ წარმართული სიმბოლოებია არის ის წარმოდგენილი და შესაბამისად თავისთავად ცხადია, ძალიან ახლოსადგას კი არა, უკვე არის იმ ჭეშმარიტი ღმერთის დავიწყების და რაღაცა სინკრეტული რელიგიის აღიარების აი ეს ისაქვია რეალობა. რაც შეეხება სუფთა სახის კერპთაყვანისმცემლობას, ამ დროს ოფიციალურად არის უარი ნათქვამი ა ブラ ამის ღმერთზე და შემოსულია უცხო კულტი. ორივე შემთხვევაში რა შემთხვევაც არ უნდა იყოს, იქნება ეს სინკრეტიზმზე დამყარებული ეს შერეული კერპთაყვანისმცემლობა თუ სუფთა წმინდა სახის კერპთაყვანისმცემლობა, ორივე სახის ისა რა ქვია მიუღებელია ისრაელის ღმერთისათვის. ისრაელის მისია არის დაადასტუროს, დაამოწმოს ის, რომელმაც შექმნა სამყარო და რომელმაც აღუთქვა კაცობრიობას ხსნა. ვერც სუფთა სახის კერპთაყვანისმცემლობა და ვერც შერეული სახის კერპთაყვანისმცემლობა ამ მისიას ვერ მოემსახურება. მაგრამ ახლა კი იერობოამი ამ მისიაზე თავისთავად ცხადია, ისრაელის შინაარსზე მისი იდენტობის გამსაზღვრელ ნიშნებზე თავისთავად ცხადია, არ ფიქრობს ერთადერთი საფიქრარი, რაც ახლა იერობომს აქვს. ეს არის მისი ტახტი. ეს ძალიან სიმპტომატურია. ჩვენ თუ გავიხსენებთ დავითი ემსახურებოდა ისრაელს. აი იერობოამს უნდა რომ ისრაელი ემსახუროს მას. აი ეს არის მონარქიის ის საცდური, რომელსაც ვერ გაექცა მონარქიის ინსტიტუტი. კი, ყვანან ჩვენ ძალიან დიდი მონარქები, რომლებიც აბრუნებენ, იხსენებენ, აშინაარსებენ, მაგრამ თვითონ ინსტიტუტში ეს საფრთხე ძალიან დიდი დოზით არის წარმოდგენილი და უფრო მეტიც არანაირი გარანტია არ არის და ჩვენ ამის უამრავი მაგალითი ვთქვით უკვე, რომ დიდ მონარქს მემკვიდრეც დიდი ეყოლება. შესაძლებელია ძალიან ისე მძიმე მდგომარეობის მომტანი მემკვიდრე გყავდეს. ანუ პირველ რეფორმაზე როცა საუბრობთ რაღაცა ისეთ ნაბიჯზე, რომელიც მას იმუშავა და ისრაელი მიაჯაჭვა ამ ხარებს. ისრაელი აღარ მიდის იერუსალიმში. რადგან ისრაელისათვის ის ვისაც უნდა ემსახუროს იერუსალიმში. აი ახლა აი ქერუბიმებრივ ხარებზე ამაღლებულია, აქ არის თავისთავად ცხადია თაობათა განმავლობაში, თვითონ ეს ხარი გახდება კერპი, ეს ხარი გახდება თაყვანისმცემის ობიექტი და დაიცლება იმ შინაარსისაგან, ვითომ რაც იერობოამმა ჩადო მასში. ორი წერტილის არჩევა ბეთილი და დანი უკავშირდებოდა მიღებული სამეფოს უკიდურე ჩრდილოეთ და უკიდურე სამხრეთ წერტილებს, რაც უნდა ყოფილიყო ესე იგი კომფორტული, შემკვრელი რაღაცა, ისა ქვია, მომნიშნავი იმ სამეფოსი, რომელიც ჭყალებში იერობოამის კი არ არის, იმ ღმერთისა, რომელიც ხარებზეა ამაღლებული. არა, ყველაზე ესეთი ნიშანდობლივი ის არის, რომ ლევიტელთა გარდა კიდევ სხვების არა, ეს მეორე რეფორმა ამების კი, არა, ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება მამანდრე, მაგრამ აქ ერთი დეტალია კიდე ძალიან მნიშვნელოვანი. რომ ადგილი დანის ისა ქვია ორივე ადგილი დანის და ბეთილიც ისტორიული ნიშნითაა შერჩეული. ეს დანის ტერიტორია, დანის ტომი თავის ძროზე გაიყო ორად, ნაწილმა იქ ფეხი ვერ მოიკიდა და
შემდგომ ავიდა ჩრდილოეთი და იქ დასახლდა და საკმაოდ საინტერესო ამ ტომის ისტორია ხარ ჩვენ მსმენელებს ამით აღარ შევაწუხებთ და ეს ტერიტორია თავიდანვე არის ან სინკრეტული ელემენტებით გაჯერებული. ანუ ამ ტერიტორიისათვის, ამ სივრცისათვის, როდესაც ბიქა მღვდლის ამბავია იქ წარმოდგენილი, ნიშანდობლივია. მაგრამ საინტერესოა მეორე სამხრეთის წერტილი, ბეთილი. ეს ის ადგილია ჩვენ მსმენელებს გავახსენებ, სადაც იაკობმა ნახა თავისი სიზმარი, როდესაც კიბე ცად არის მიყუდებული და ანგელოზები ადიან და ჩამოდიან, ხოლო კიბის თავზე თავად უფალია დამტკიცებული და მიწას აღუთქვავს მამამთავარი იაკობს და აძლევს სახელს, უთკიცებს სახელი ისრაელს. შესაბამისად, ბეთილი ყოველთვის განსაკუთრებული სიწმინდის, ღმერთთან განსაკუთრებული ურთიერთობისა და განსაკუთრებული ისტორიის გამახსენებელი ადგილი იყო, ყოველთვის ასე იყო და ახლა ეს სივრცე ძალიან ისე გაშინა არსებულად, მიზანმიმართულად მოზომა იერობოამ პირველმა და სწორედ ის აქცია რელიგიურ ცენტრად ჩრდილოეთ იმისათვის. ახლა იმას ასაც თქვენ ბრძანებდით მამანდრია, ხო, რამდენჯერმე გავუსვით ხაზი იერობოამის რეფორმის მეორე შემავალი პუნქტი რაც არის გახლავთ ის რომ იერობოამმა როგორც უკვე აღნიშნეთ აი ამ რეფორმის გასაგრძელებლად, აი ამ რეფორმის ასე ვთქვათ შედეგიანობის მისაღწევად ლევიტელთა წარმომადგენლებს ლევის ტომს მოუხსნა ექსკლუზივი ლიტურგიკული ღვთისმსახურების აღსრულებისა და ყველას შეეძლო მღვდლობა აი ამ იმის წინაშე, ვისაც ანუ მღვდლობა გახადა რაღაც სამოქალაქო რაღაც აქტივობის პროდუქტი, რომელიც დაცლილი იყო ყველა იმ ურთიერთობისაგან, რა ურთიერთობაც არის, რა ხარისმაც არის იმ პიროვნებაზე, რომელმაც კანონიერი ღვთისმსახურება უნდა გამართოს უფლის წინაშე. რა გამოიწვია ამან? ეს ამ რეფორმის შედეგი რა არის? ორი. პირველი ის რომ ხარს იმ იერობოამის ხარს გაუჩნდნენ თავისუფალი ადეპტები, რომლებიც ძალიან ისე გონივრულად წყალებში, ანუ ლოგიკური მსჯელობით ასაბუთებდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ეს მსახურება არის ღვთისმსახურება და ისრაელში საკმაოდ მყარად მასშტაბებდნენ, რა ქვია, დებდნენ ამას და მეორე გაჩნდა შიდა ოპოზიცია, რომელმაც უბრალოდ არსებობა ვეღარ შეძლო ისრაელში. ლევიტელთა შემოსავლის წყარო არის ის სამღვდელო შესაწირავი, რომელიც მათ ეძლეოდა და რომელიც სტრუქტურიზებული იყო ისრაელში. აი ახლა ეს მოეხსა და რა უნდა ქრან ლევიტელებმა? ლევიტელებისგან ნელ-ნელა იცლება ისრაელი და ლევის ტომი ჩამოდის მთლიანად იუდაში. იუდას სამეფოში 3 ტომი შეიკრიბება. ეს არის იუდას ტომი უშუალოდ, ბენიამინის ტომი, რომელიც ადმინისტრაციულად სოლომონმა შეუერთა იუდას ტომს და ეს არის, რა ქვია, ლევის ტომი, სამღვდელო ტომი, რომელიც ვერ გაჩერდა ჩრდილოეთში და ჩამოვიდა სამხრეთში. სხვაგვარად რო ვთქვათ, ეს არის ბალაამის წინასწარმეტყველების აღსრულება, რომელიც უკვირდებოდა ისრაელის მეოთხედს, ისრაელს ან მეოთხედს და 12-ის მეოთხედის 3-ია სწორედ, ეს მეოთხედი იკრებება სამხრეთში, ეს მეოთხედი იკრებება იერუსალიმის გარშემო, სამღვდელო, სამეფო, საერო, ანუ საწინასწარმეტყველო სივრცე, რომელიც ასევე წინასწარმეტყველურად იერუსალიმზე მიუთითებს როგორც წიაღზე, სადაც არის ჭეშმარიტი მღვდლობა, ჭეშმარიტი მეფობა და ჭეშმარიტი წინასწარმეტყველება. აქ არის ეს ღმერთი დამკვიდრებული. მაშინ ასე იერობოამ პირველის ესა რა ქვია, აი ეს პირველი ორი რეფორმა უკავშირდება ძალიან მძიმე ცოდვას, რომელიც როგორც უკვე აღნიშნეთ თავის დროზე ისრაელის ისტორიაში ამ ტერმინით არის ცნობილი იერობოამის ცოდვა. ახლა რა მინდა გითხრათ? იმდენად რთული იქნება ისრაელის ისტორია და იმდენად მძიმე, იმდენად დაშორებული ღმერთს აი ამ რეფორმის შემდგომ, რომ ყველაზე კარგი მდგომარეობა ისრაელში არის თუ კი იერობოამის ცოდვას უბრუნდება. ანუ კიდევ უფრო ღრმად მიდის, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში მიდის, კიდევ უფრო ცილდება ღმერთს. აი კარგი მეფე არის, თავისთავად ცხადია უფლისათვის არა, მაგრამ აი ვთქვათ, მკითხველის იმედს აჩენს მეფე, რომელიც აი რამენერად შეძლებს და ხალხს იერობოამის ცოდვამდე მაინც დააბრუნებს.
ამის საკითხო ლაპარაკი ზედმეტია. აქ იერობუამმა ისეთი სულიერი, ისეთი მენტალური კედელი აღმართა, ამას ისრაელი ვეღარ გადმოაბიჯებს აქეთ. აი აქ გაჩერდება. მაგრამ ამას ვეღარ გადმოაბიჯებს. ეს იქნება უპირატესი და უწინარესი მიზეზი იმისა, რის გამოც მოგვიანებით ისრაელის პოლიტიკური ლიკვიდაციას დაუშვებს ღმერთი. ესე იგი, შეგაწყვეტინებ გიორგი, ნახეთ, ესეთი საოცარი სურათი დგება. საულის ვაჟკაცობა. თავისთავად ვაჟკაცობა დაფასებული არის ერში და დიდი მნიშვნელობა აქვს ამას სახელმწიფო მოხელისთვის და ერის მმართველისთვის. და პატრიოტი იყო ბოლომდე. პატრიოტი იყო. სოლომონის სიბრძნე, ასევე დაკავშირებული სოლომონის პერიოდის ისრაელის აყვავებასთან, ეკონომიკურ სიძლიერესთან და ზოგადად სიდიადესთან, რომელსაც მთელი იმდროინდელი სამყარო აღიარებდა. იერობუამის რეფორმა, როგორც იმ სახელმწიფოს შენარჩუნება, რომელშიც ის არის მმართველი და იერობუამი როგორც რეფორმატორი ეხება ასევე რელიგიურ ნაწილს, რომ უზრუნველყოს როგორც იდეოლოგიური ერთობა სახელმწიფოსი, რელიგიური ერთობა აი ამ თავის დაქვემდებარებული ერისათვის. აი ეს სულ ყველაფერი მცდელობა სახელმწიფოს სიძლიერისა და ადამიანის დადებითი თვისებები არაფერი არ არის იმასთან შედარებით, რაც არის ღვთისმსახურება. ხო, ღვთისმსახურება, ანუ ჩვენ ერის ხალხის თვალსაზრისით თითოეულ ამას უნდა ვაფასებდეთ, რომ როგორი რეფორმატორია ადამიანი, როგორი აყვავებულია მის დროს სახელმწიფო, როგორი თავდადებულია, როგორი ვაჟკაცია, ხო? და მიმზიდველია ეს თავისთავად ადამიანის როცა ეს ვლინდება, მაგრამ ფხიზელი თვალი აუცილებლად უნდა ხედავდეს იმას, რაში იყენებს ხელისუფლებას. იყენებს თუ არა ხელისუფლებას ღვთისმსახურებისათვის, ესა თუ ის მმართველი. აი მთავარი ამოსავალი წერტილი მაინც აქ არის. ბიბლია ამაზე გველაპარაკება, რომ ღვთისაგან მოცემული ხელისუფლება რაში მოიხმარა? სად რომელ გზაჯვარედინზე გადაუხვია არასწორად, თუნდაც პატრიოტული ნიშნით, თუნდაც სახელმწიფოს ზრუნვის თვალსაზრისით. მაგრამ ეს ყველაფერი ქარწყდება საბოლოოდ, რადგანაც ღვთისმსახურებას როგორც კი მოაკლდება აი მისი ეს ზრუნვა, მაშინმე თითქოს სული გამოაცალეს აი ამ სახელმწიფოს იწყება გახსნა მაშინ. კი, მამანდრე ძალიან შესანიშნავად შენიშნეთ ეს მართლაც აი ან ჩვენ ამით იმას კი არ ვამბობთ, რომ პატრიოტიზმი, რეფორმატორული საქმეა ნიჭი, აი ეს ისა რა ქვია, სიბრძნე საჭირო არ არის. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, მაგრამ რაღაცას თუ მყარს არ ეფუძნება, ის ვერაფერს ვერ აკეთებს. აი, ესე იგი, უნდა გქონდეს ფხიზელი თვალი მუდმივად, რომ ეს მომხიბვლელი რაღაცები, რაც შეიძლება ადამიანს გქონდეს, ვაჟკაცობა, პატრიოტიზმი და ასე შემდეგ, ხო, რეფორმატორი არის და მსრუნველი ქვეყანაზე ვთქვათ, ხო? ეს ყველაფერი შესაძლოა არის, რომ აფერს არ ნიშნავდეს საბოლოო ჯამში. შედეგი იყოს დამღუპველი. ხო, თუ აი მე ხშირად ვიხსენებ ხოლმე და თუ ეს ღვთისთვის არ გეცდები. კი, ეს გეთანხმებით, მამანდრე, მე ხშირად ვიხსენებ ხოლმე და ამ მომენტში განსაკუთრებით უნდა კიდევ ერთხელ გავიხსენო, როდესაც მაცხოვარი გვთავაზობთ ასეთ ეპიზოდს, რომ საუბარია სახლის შენებაზე, ერთმა ქვიშაზე დადო საძირკველი და მეორე მკვიდრზე დადო საძირკველი, ორივე აშენდა. მაგრამ ერთი დაიქცევა და დაინგრევა, დაილეწება და მეორე დარჩება. ხო, ორივე აშენდა. იმ პერიოდში შენდება სახელმწიფო. ხო და მომხიბვლელია და რა პრობლემაა, რატო უნდა წვალობდე მეკლდეზე და რატო არ უნდა კომფორტულად მარტივად ქვიშაზე რატო არ უნდა ვაგებდე, მაგრამ აღმოჩნდა რომ როდესაც ავაგე ის გაქრა, ხელიდან გაიქრა და ეს მეორე დარჩა. და სოლომონს რისთვისაც იბრძოდა და იღწოდა რომ სახელმწიფო ძლიერი ყოფილიყო, საბოლოო ჯამში დაერღვა სახელმწიფო. რისთვისაც ყველაფერი გააკეთა. ერთ თაობაში. ერთში კი არა, შემდეგ თაობაში. რისთვისაც ყველაფერი გააკეთა, აღარ შერჩა ის. კი, ანუ და რობუამის რეფორმებს უყურებთ ახლა ჩვენ, როდესაც ყალბ მსახურებას
მსახურებით ანაცვლებს იერუსალიმში მსახურებას. ხო, აი, ამიტომ ამას ხაზი უნდა გაუსვათ აბსოლუტურად ეთანხმებით მანდრია. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ თუ რაღაცა სიმყარეს არ ეფუძნება, მაშინ ქვიშაზია ის და გაიფანტება, დაიკარგება, დაილეწება. მაგრამ თუ ეფუძნება ამ იმას, რა ქვია, სიმყარეს, მაშინ აყოფს და შედეგს გამოიღებს. აბსოლუტურად მართებულად ზანან დავიდში გვაქვს რაღაცა ისეთი, რომელიც იძლევა ნაყოფს. მაგრამ სოლომონში, იმაში, საულში, სოლომონის მეფობის მეორე ნაწილში, იერობოამის მეფობის თავიდანვე არ აქვს თუნდაც რობოამის. თუნდაც რობოამი ხო საერთოდ ის ქვეყანაზე არა. საკუთარ ხო შეიძლება სოლომონის და ესე ამნაირი მემკვიდრე ყავდეს, ხო? ხო ეს ღვთის დაშვებაა, ხო? აი ხო შეიძლება მომდენი ცოლი და ეს ყავდა და ამაზე ჭკვიანი არ ყავდა სოლომონსაცო. არა ხმერთმა ეს დაუშვა რა ესეთი 41 წლის კაცი ბავშვი ჭუავს ეს რა ქვია ანუ ვერაზრონავს ეს შესაბამისად ამას გულისხმობდი მაცხოვე როცა ყმებს ადრის და ყმების ასე ვთქვათ მაგარიც გვაძლევს გულით ყრმობაზე მიგვითითებს და არა იმაზე რომ 40 კაცის ტვინი ბავშვის ტვინივით იყოს ეს განუვითარებლობა და ავადმყოფობა და გულზეა საუბარი და არა საკუთარ ტვინზე და იმაზე აზროვნებაზე ანუ ეს პირველი ორი რეფორმა რომელიც უკვე დავასახელთ მამანდრია ეს არის ის რაც ისრაელს აი სულ გაყვება კიდევ ერთხელ ვამბობ რა ანუ უფრო მძიმე მამდე მივაი იქნება და აი აქ რობოამის სოდომამდე ჩამოვიდა აი ელიას შევეხები ჩვენ მერე და ნახავთ საოცარ რაღაცას ნახავთ და ელიას მერე იეჰუს დინასტია მოვა და ნახავთ კიდევ საოცარ იმას და აი მივდივართ აი ამ იმამზე მივდივართ რომ ეს იერობოამის სოდვასთან და აი ნახე დააკვირდით ერთი რაღაცა ვთქვით ჩვენ ისასაც თქვენ ამბობდით უკვე ისრაელი დაიცალა ლევის ტომისაგან, სამღვდელო ტომისა, თითქოს მაცოცხლებელი ენერგიისაგან, აი სისხლის განოსხეული დაიცლება, ხო? მას ფიზიოლოგიური საშუალებები ესპობა და კვდება სხეული, ხო? აი ესე იცლება სამღვდელო ტომისაგან, კანონიერი ღვთისმსახურებისაგან და რჩება რაღაცა ბუტაფორია, რომელსაც ქვია ისრაელი, რომელიც აღარაფერზე აღარ ადგას, ის გაქრება. მესამე, რასაც გააკეთებს იერობოამი და რაც ძალიან საინტერესოა. გახლავთ კარვობის დღესასწაულის ერთი თვით გვიან გადატანას. ანუ მე-7 თვის 15 რიცხვის მაგერად მერვე თვეში იქნება ის გადატანილი და ძალიან საინტერესოა რატომ. დიდი ალბათობით ესეც გაკეთებულია ხალხის ასე ვთქვათ მოსაზიდად არ მინდა ახლა ეს სხვა ტერმინი მას აქვს გამოვიყენო რომ ჩრდილოეთში ნაყოფი ცოტა გვიან წიფდება და შესაბამისად უფრო ერთგვარად კომფორტული ხდება მათთვის აი ნაყოფის რელიგიურ სახურებაში ჩართვა შესაძლებელი სახით, როდესაც ის უკვე ასე ვთქვათ მეტად არის გამზადებული, მეტად არის მოსული, მეტად არის ასე ვთქვათ მზად მოსავლის სასაღებად. ამიტომაც ეს ერთთვიანი გადატანა ამსახურებისა თავისთავად ცხადია, რაღაცით უნდა იყოს ახსნილი და ეს დიდი ალბათობით აიხსნა ისევ და ისევ ხალხის, ასე ვთქვათ, ინტერესებით, სინამდვილეში აქ ხალხი არავის არ ადარდებს, ხალხი არავის არ აინტერესებს, რომელიც ღმერთს მოსყვიტა იერობოამმა, არამედ ისევ და ისევ თავისი იერუსალიმის ფობიების წინააღმდეგ არის მიმართული, რომელიც მან უნდა დაიწყოს და დაიამოს. აი ამას ვაქცევთ აქ ძალიან დიდ ყურადღებას, თუ გვახსოვს, ან და გავიხსენოთ მოსე როცა ჩამოდის თვიდან და ნახავს ბროკველ ხალხს ხარის გამოსახულების წინაშე არონს ეუბნება ასეთ რაღაცას რა დაგიშავა ამ ხალხმა ასეთ დღეში რო ჩაყარეო აი რაღაცა დიდი მავნებლობა ასეთი რაღაცის გაკეთება როდესაც ხალხს დააცილებ ღმერთს და რაც მთავარია ამას ამ დროს ხალხს ეუბნები რომ ამას შენი გულისთვის ვაკეთებ აი აქ არის მზაკრობა ამას უთხრა რომ მიახლა ხალხო თქვენ ცუდი რაღაცა უნდა გაგიკეთოთ თავისთავად ხალხი არ უნდა წაყვება არა ხალხს უნდა დააჯერო რომ ეს კარგია ეს მისაღებია და ამას აკეთებს იერობოამი სწორედ როდესაც დღესასწაულს ერთი თვით გადაიტანს და ერთი თვით გვიან დააწესებს და მეოთხე
რეფორმა, რომელიც ასევე იერობუამს უკავშირდება, ეს გახლავთ ასევე ძალიან მძიმე, რაც მის მოღვაწეობაში შეიძლება გამოვყოთ, ეს არის ის, რომ ვინც ხელს აუხსებდა მას, იმას დაადგენდა საკუთრების წინაშე. შესაძლებელია საუბარი სულაც არ იყოს რიგით მღვდელზე და საუბარი იყოს ყველაზე მეტად გადამხდელ მღვდელმთავარზე, რომელიც წარმოიდგინეთ, როდესაც ეს მოდი ასე დავარქვათ ახლა და ეს იმსახურებს კიდევაც ეს პოსტი ასე იყიდება და ასე ძვირი ღირს მისი ხელში ჩამგდები, რამდენად იქნება მწყემსი კეთილი. რამდენად დაწყსავს ის ისრაელს. რამდენად ჭირდება მას ის ღმერთი, რომელიც ეუბნება, რომ არ უნდა მოკლას, არ უნდა იცრუოს, არ უნდა იტაცოს, არ უნდა ცილისწამოს. არა, იერობოამის ეს რეფორმები აშკარად ყველანაირ დარღვევას ცილდება, რაც მანამდე გვინახავს ცოდვის სახით. ისრაელი მთლიანად მოაქცია იმ წარმართულ სივრცეში, რომლისაგანაც შემოზღუდული ის უნდა ყოფილიყო რჯულით ისრაელს. აი თითქმის აღარაფერი აღარ აკავშირებს ამ რეფორმებიდან გამომდინარე, თითქმის აღარაფერი აღარ აკავშირებს იმ ღმერთთან, რომელმა ღმერთმაც აბრაამს, ისააკს და იაკობს აღუთქვა ეს მიწა და აღუთქვა მოდგმის სიმრავლე და სიმტკიცეთა ძლიერება. აბსოლუტურად მოწყდა ამ ღმერთს. დარჩენილი აქვს მხოლოდ ერთი რამე. ნახეთ რა აქვს მომანდრე დარჩენილი. დარჩენილი აქვს სახელი. ატრიბუტიკა. შინაარსიდან არის დაცლილი. აი სწორედ ამიტომ, რომ მან დაკარგა თავისი იდენტობა. ანუ დაკარგა ის ნიშნები, რითაც ისრაელიანია. ის ახლა ისრაელიანი კი აღარ არის. რამდენიმე თაობაში უკვე მას სახელი დარჩება ისრაელიანი, თორე შინაარსი გამოცდილი აღარ არის ისრაელი. ანუ ვერ პასუხობს იმ მოწოდებას, რის გამოც ღმერთმა მოუწოდა მას და ამიტომაც მოუწევს ბიბლიას ცოტა მოგვიანებით მისი პოლიტიკური ლიკვიდაციის შესახებ ამბის გადმოცემა. გიორგი, აქ სანამ ჩვენ დავასრულებთ გადაცემას, დრო უკვე იწურება, მინდა გავიხსენო, ხშირად ვიხსენებთ ხოლმე ამ ადგილს სტივ ფაკიზი, ზღვარის დანახვა, რომელიც აბრაამმა თავის დროზე ისააკის შეწირვის დროს დაინახა. ვინ მოუწოდებდა მას, რომელი ღმერთი მოუწოდებდა მას ძალიან წააგავდა ისააკის შეწირვისაკენ, ხო? ნუ თუ ის ღმერთი, რომელმაც აღუთქვა მას ძე, რომლისგანაც მერე შთამომავლობა იქნებოდა და რომლისგანაც მერე გამომხსნელი მოვიდა. ნუ თუ ეს ღმერთი სთხოვდა აბრაამს თავისი შვილის შეწირვას და პარალელურად ვიცით, რომ იმ დროს შვილების და ჩვილების კერპებისათვის შეწირვა მეზობელ წარმართულ სახელმწიფოებში ჩვეულებრივი რელიგიური მსახურება იყო. და აი აქ ესეთი ფაკიზი ზღვარი ჩნდება აბრაამის მიერ დანახულ და შეცნობილ აი ამ საღვთო განგებულებაში, რომელიც მუდმივ ზღვრად გასდევს ისრაელის ცხოვრებას შემდგომში. ატრიბუტიკაზე ვლაპარაკობთ ახლა აქ ჩვენ და შინაარსზე და ეს რო გადავანაცვლოთ აბრაამის პერიოდში, ზუსტად იგივე ამოცანის წინაშე იდგა აბრაამი, ვითი განესხვავებინა შინაარსი იმ ატრიბუტისაგან, რომელიც გარეგნულად ძალიან გავდა წარმართულ მოწოდებას, წარმართულ მისწრაფებას. და აქ რობოამის შემთხვევაში, აი ეს სიფაქიზე ირღვევა. რობოამმა გამოაცალა და წაშალა ეს ზღვარი და დარჩა მხოლოდ ატრიბუტიკა, ისიც ძალიან მსგავსი, რაც შეიძლება წარმართებსაც ჰქონდეთ და შინაარსი სრულიად შეიცვალა და დაიკარგა ის, რასაც ასე უფრთხილდებოდნენ მისი წინამორბედები. აი ეს არის მთავარი, ყველაზე უფრო მოსაფრთხილებელი რამ დაიკარგა რობოამის შემთხვევაში. ასე. აბსოლუტურად გეთანხმებით და ჩვენ რაში გვჭირდება ხოლმე ცოტა უხეში სიტყვა და ბოდიშუხტი შემსვენელს, მაგრამ ამ სიტყვის კარგი გაგებით, აი რაში გვჭირდება საჭიროება ბიბლიასთან ურთიერთობისა რა არის, რომ ის ბიბლიური ის დღევანდელი დღე არის, ეს არ არის მარტო გუშინდელი დღე, ეს არის პროცესი, რომელიც დღესაც მიმდინარეობს. და უმნიშვნელოვანესია გავიგოთ და გავიაზროთ, რომ ის იდენტობა, რომელი იდენტობასაც ვეფუძნებით, ამ იდენტობას აქვს შინაარსი, სულიერი საზღვრისი. იდენტობა არ არის მხოლოდ მატერიალურად გამოხატული კულტურა, იდენტობა არის რაღაცა, რომელმაც გამოხატა ეს მატერიალურად. ის რაღაცა, რაც გამოხატავს, ის ენერგია, ის სული,
ის შემადგენელი, ის შინაარსი, აი ეს ამოსაფრთხილებელი, აი ესაა დასაცავი. ჩვენ შეგვიძლია ისიც კი ვთქვათ, რომ აქ გავიხსენოთ, რომ ერესები ყველა წმინდა წერილს ეფუძნებოდა. წმინდა წერილის ინტერპრეტაცია იყო, განმარტების ინტერპრეტაცია თავისებური, სულით იყო განსხვავებული საეკლესიო სულისაგან, თორემ მასალა, რასაც ეყრდნობოდა ერესები, იყო იგივე, რასაც ეყრდნობოდა საეკლესიო მოძღვრება. და აქ შეგვიძლია ჩვენ ზუსტად იგივე ვთქვათ, რომ ატრიბუტიკა, ხილული მასალა შეიძლება ერთ და იგივე იყოს. თუ იკარგება ის ფაქიზი გზა, სულიერი გზა, სწორედ მანდარი დარღვევა და მანდარის ღვთისაგან განდგომა. ხოლო ატრიბუტიკა არაფერს არ გვაძლევს, აქ იერობამის შემთხვევაშიც აი მსგავსი რაღაცა გვაქვს. ის განმასხვავებელი იკარგება. ხო, აბრაამი იდგა გზაჯვარედინზე და გააკეთა არჩევანი, იერობამი დგას გზაჯვარედინზე და აკეთებს საპირისპირო არჩევანს სრულიად. დიდი მადლობა გიორგი ამ საუბრისთვის, მაყურებელს დავემშვიდობები, შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვისაუბრეთ ამ გადაცემაში იერობოამ მეფის რეფორმებზე, რომელიც როგორც გიორგიმ დაახასიათა, მუდმივად გაზრდებს ამის შემდეგ ისრაელის ცხოვრებას და იყო ძალიან მძიმე შედეგების მომტანი. შესაბამისი საკითხავის წაკითხვა შეგიძლიათ მესამე მეფეთა მე-12 და მე-13 თავებში. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.